მოგესალმებით, მე ვარ თამარ შვენტი, უსაფრთხო ონლაინის პროგრამის ოფიცერი. Ჩვენ დღევანდელი ტრენინგის თემაა ონლაინ ძალადობის განმარტება, მისი ფორმები და თავდასხმის მექანიზმები. პირველ რიგში მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი პროგრამის შესახებ. პროგრამა უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში დაიწყო 2023 წლის სექტემბერს და გრძელდება 3 წლით. პროგრამას ახორციელებს Mercy Corps-ის წარმომადგენლობა საქართველოში და მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას ციფრულ ეკონომიკაში და დასაქმებულთა დაცვას ციფრული ძალადობისგან. ჩვენი პროგრამის ამოცანაა, რომ დაეხმაროს ყველა დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ონლაინ ძალადობის წინაშეა, ან შეძლოს ონლაინ ძალადობის პრევენცია. ასევე ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას ციფრულ ეკონომიკაში, დაინტერესებული მხარეების დახმარებით შეიმუშაოს საჭირო მექანიზმები და ჩაატაროს ტრენინგები, რათა მათი ბიზნესი ციფრულ სივრცეში იყოს მეტად დაცული. ჩვენი დღევანდელი ტრენინგის თემა შედგება პირველი თეორიული ნაწილისგან, რომელიც მოიცავს ონლაინ ძალადობის განმარტებას, მის ფორმებს და თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ონლაინ ძალადობისგან, ხოლო მეორე პრაქტიკული ნაწილი მოიცავს smartphone-ის დაცვის გზამკვლევს. დავიწყოთ ონლაინ ძალადობის განმარტებით და განვიხილოთ რა არის ონლაინ ძალადობა. ონლაინ ძალადობა ეს არის სხვადასხვა სახის აგრესიული ქმედება, რომელიც ხორციელდება ციფრული პლატფორმების საშუალებით. იმისათვის, რომ ზიანი მიაყენოს პიროვნების ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ კეთილდღეობას. ონლაინ ძალადობას მრავალი ფორმა აქვს და კიდევ უფრო და უფრო ზრდად იხდება ონლაინ ძალადობის ფორმები, თუმცა ჩვენ ამ სლაიდზე გამოვიტანეთ ყველაზე გავრცელებული, ყველაზე ხშირი ფორმები და პირველი ფორმა ამ ჩამონათვალში არის კიბერბულინგი. კიბერბულინგი არის ნამდვილად ყველაზე გავრცელებული ფორმა და მას ახასიათებს შეურაცხყოფა, პიროვნების მიმართ მუქარა, ადამიანის შევიწროვება და არასასურველი შეტყობინებების მიღება. მეორე ფორმა ონლაინ ძალადობისა ეს არის დოქსინგი, რომელიც გულისხმობს პირადი ინფორმაციის. ეს შეიძლება იყოს მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სურათები თუ სხვა. გამოქვეყნებას პიროვნების თანხმობის გარეშე. მორიგი ფორმა ონლაინ ძალადობისა არის შურისძიების პორნოგრაფია, რომელიც გულისხმობს პიროვნების ინტიმური მასალის გავრცელებას მისი თანხმობის გარეშე. შემდეგი ფორმა ონლაინ ძალადობისა ეს არის მასალის ხელოვნურად დამუშავება, სხვაგვარად deepfake-ები, რომელიც გულისხმობს ადამიანის ვიზუალის ან და ხმის დამუშავებას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრი საქმე გაგვიმარტივდა, უფრო მარტივია ამა თუ იმ სფეროში გამოწვევების გადალახვა, თუმცა უარყოფითი თამდევიც ახლავს მას და ეს არის სწორედ deepfake, იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან რთულია რეალური და ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ვიდეოსა თუ ფოტოს გარჩევა. შემდეგი ფორმა ონლაინ ძალადობისა ეს არის კიბერსტალკინგი, რომელიც გულისხმობს პიროვნების მუდმივ თვალთვალსა და კონტროლს. და ბოლო ფორმა ამ C-დან ეს არის სიძულვილის ენა, რომელიც გულისხმობს სიძულვილის შემცველი ტექსტების ან გამოსვლების გამოყენებას და ეს შეიძლება იყოს მიმართული გარკვეული რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის ან სხვა ნიშნის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ უკვე განვიხილეთ ონლაინ ძალადობის ძირითადი ყველაზე გავრცელებული ფორმები და ახლა ვისაუბროთ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ონლაინ ძალადობისგან. პირველი და აუცილებელი პირობა არის, რომ არ გავაზიაროთ პირადი და სენსიტიური ინფორმაცია საჯარო სივრცეში. როდესაც სოციალურ ქსელებში ვათავსებთ ჩვენს სურათებს, ვიდეოებსა თუ პოსტებს, კარგი იქნება თუ გადავამოწმებთ ნამდვილად იმ შეზღუდულ აუდიტორიასთან, ამ შემთხვევაში მეგობრებთან გვაქვს ეს ინფორმაცია გაზიარებული თუ ეს ინფორმაცია არის საჯარო, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სოციალური ქსელების პარამეტრებში შევიდეთ, შევამოწმოთ ის პოსტები, სურათები თუ ვიდეოები, რასაც ვათავსებთ, ნამდვილად ვიწრო შეზღუდული აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი, თუ ეს ყველაფერი საჯაროდ მიეწოდება ყველას. იმიტომ რომ ძალიან ხშირად დოქსინგის მსხვერპლები ვერაცნობიერებენ, რომ შეიძლება სოციალურ ქსელში ისეთი ინფორმაცია, ისეთი პოსტები ჰქონდეთ დადებული, რომელიც განკუთვნილი არის ლიმიტირებული აუდიტორიისთვის.
ასევე კარგი იქნება თუ მოვერიდოთ საჯარო ინტერნეტის ქსელებით სარგებლობას. მართალია საჯარო თავშეყრის ადგილებში, როგორც შეიძლება იყოს სასტუმრო, რესტორანი თუ სხვა, ჩვენ დაგვჭირდეს საჯარო ინტერნეტის ქსელის სარგებლობა და ძალიან რთულია რომ საკუთარი თავი შევიზღუდოთ ამისგან, მით უმეტეს როცა ამის საჭიროება არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უკვე ვსარგებლობთ საჯარო ინტერნეტის ქსელებით, სასურველია გავითვალისწინოთ, რომ არ შევიყვანოთ იმ დროს სენსიტიური ინფორმაცია, არ ჩავწეროთ პაროლები, არ გავაგზავნოთ სენსიტიური შეტყობინებები და სხვა. იმიტომ რომ არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენს მობილურში, რასაც ვწერთ, ამ სოციალურ ქსელთან დაკავშირებული ვართ და შეიძლება ეს ინფორმაცია მიდიოდეს მესამე პირთან. ასევე კარგი იქნება თუ საჯარო მოწყობილობებით, საჯარო კომპიუტერებით სარგებლობისგან თუ თავს არ შევიკავებთ, არც მაშინ ჩავწეროთ სენსიტიური ინფორმაცია, არ შევიდეთ სოციალურ ქსელებში და არ ჩავწეროთ ჩვენი პაროლები. იმიტომ რომ შეიძლება საჯარო მოწყობილობებში დაინსტალირებული იყოს სხვადასხვა ჰაკერული აპლიკაცია თუ extension-ი და ჩვენი ნებისმიერი პაროლი და ინფორმაცია მიდიოდეს სხვა ადამიანთან. ასევე იქნება ეს უნივერსიტეტის სამსახური თუ პირადი სოციალური ქსელები, აუცილებელია რომ გამოვიყენოთ ძლიერი პაროლები და ასევე ორმაგი ავთენტიფიკაცია. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ უკვე ვართ ონლაინ ძალადობის მსხვერპლი. პირველი და აუცილებელი პირობა არის რომ დავბლოკოთ მოძალადე. ეს უფრო საკუთარი თავის გაფრთხილებაა ფსიქოლოგიურ ასპექტში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მსხვერპლს ექნება მოლოდინი, რომ მოძალადე ისევ გამოვა კონტაქტზე, ისევ დაემუქრება და კარგი იქნება თუ ჩვენ მოძალადის დაბლოკვით ამ პირველ ემოციურ ტალღას უფრო შევამსუბუქებთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ კიდევ გამოგვეგზავნოს ძალადობრივი შეტყობინებები. ასევე აუცილებელი არის, რომ შევინახოთ მტკიცებულებები, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვსურს რომ ეს მასალა წარვადგინოთ სასამართლოში ან შესაბამის ორგანოში, ან თუნდაც ვამხილოთ მოძალადე, აუცილებლად დაგვჭირდება ყველა მტკიცებულების შენახვა და წარდგენა. ასევე საჭიროების შემთხვევაში თუ ჩვენს სიცოცხლის საფრთხე ემუქრება ან გვემუქრებიან, აუცილებლად უნდა მივმართოთ პოლიციას ან შესაბამის ორგანიზაციას. ახლა გაგიზიარებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან აპლიკაციას, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის იმინაის მიერ შექმნილი აპლიკაცია სახელად SafeU. ჩვენმა სომეხმა პარტნიორებმა ეს აპლიკაცია შექმნეს ქალების უსაფრთხოებისთვის და დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში არის ფუნქციონირებადი, გამოყენებადი და საქართველოში ყველაზე მეტი გამოწერა აქვს ამ აპლიკაციას. კონკრეტულად ამ აპლიკაციის სპეციფიკაზე რომ ვისაუბროთ, არის 112-ის ანალოგი იმ მხრივ, რომ თუ ჩვენ თავს გვგრძნობთ საფრთხეში, შეიძლება ვიყოთ ძალადობის მსხვერპლი, ან ქუჩაში თავს დაუცვალოდ გვგრძნობთ, დავაჭერთ დახმარების ღილაკს და დახმარების ღილაკზე დაჭერისთანავე ჩვენს დასახმარებლად მოვა ის პოლიცია, რომელ ქვეყანაშიც ვიმყოფებით. ასევე ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ამ აპლიკაციაში სანდო კონტაქტები და დახმარების ღილაკის დაჭერისთანავე ჩვენ სანდო კონტაქტებს მივუვათ შეტყობინება, რომ ჩვენ თავს საფრთხეში ვიგრძნობთ. მათ ასევე შეგვიძლია გაუზიაროთ ჩვენი ადგილმდებარეობა და ეცოდინებათ თუ სად ვიმყოფებით იმ მომენტში. თუმცა ის იშვიათი და ძალიან საინტერესო ფუნქცია, რომელიც ამ აპლიკაციას აქვს, არის ხმის ჩაწერის ფუნქცია. როდესაც ჩვენ დახმარების ღილაკს ვაჭერთ, დახმარების ღილაკის დაჭერიდან გარკვეული დროით იწყება ავტომატურად ხმის ჩაწერა. ანუ ირგვლივ რა სიტუაციაც არის, აპლიკაცია ამ ხმას იწერს. და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ შეგვიძლია რომ სასამართლო სტრუქტურაში გამოვიყენოთ ეს ჩანაწერი და ეს უკვე იქნება აღიარებული როგორც ლეგალური გზით მოპოვებული ჩანაწერი. იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილია რომ თუ ჩვენ სხვა პიროვნების ხმა ჩავიწერეთ მისი გაფრთხილების გარეშე, ეს არის კანონდარღვევა ძალიან ბევრ ქვეყანაში და თუ ჩვენ ეს ჩანაწერი სასამართლო სტრუქტურაში წარვადგინეთ, არ იქნება აღიარებული როგორც მტკიცებულება. იმიტომ რომ თავიდანვე არალეგალური გზით იყო მოპოვებული. ხოლო ამ აპლიკაციის სარგებლობისას ეს ჩანაწერი არის ლეგალური და შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგ სასამართლო დავაშიც.
ახლა გადავიდეთ ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილზე და განვიხილოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სმარტფონის დაცვა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეიცავს პირად ინფორმაციას, ბიზნესის, სამსახურისა თუ ჩვენი სასწავლებლის ინფორმაციას და იმიტომ, რომ ხშირად უკავშირდება სხვა მოწყობილობებსა და ქსელებს. სმარტფონის დაცვის გზამკვლევს ჩვენ განვიხილავთ ორი მობილურის მაგალითზე. პირველი ეს არის iOS-ის მობილური iPhone-ი, ხოლო მეორე არის Android-ის მობილურები. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ უკვე მობილურს შევიძენთ, დაგვჭირდება, რომ შევიქმნათ სმარტფონის ანგარიში. სმარტფონის ანგარიში არის ძალიან ბევრი რამისთვის საჭირო და გამოსადეგი, ისევე როგორც iPhone-ის, ასევე Android-ის მობილურების შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება სმარტფონის ანგარიშის შექმნა იმისათვის, რომ ვისარგებლოთ ჩვენი მობილურის პოვნის ფუნქციით, iPhone-ის შემთხვევაში iCloud-ით, ხოლო Android-ის შემთხვევაში Google-ის პროდუქტებით, ასევე iPhone-ის შემთხვევაში App Store-ით, იმისათვის, რომ აპლიკაციები გადმოვიწეროთ და ანალოგიურად Android-ის შემთხვევაში Play Store-ით. iPhone-ის შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება Apple ID-ის შექმნა, ხოლო Android-ის შემთხვევაში Google-ის ანგარიშის შექმნა, იმიტომ რომ Android-ი და Google-ის პროდუქტები და თვითონ Google-ი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თვითონ სმარტფონის დაცვისთვის გასაღები, ძირითადი, რაც ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი ინფორმაციის განსაზღვრაში და დაცვაში, არის სმარტფონის პარამეტრები. სწორედ სმარტფონის პარამეტრებით ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს მობილურში არის მოთავსებული. და თითოეული პარამეტრის გადახედვა უზრუნველყოფს ჩვენი მობილურის კონფიდენციალობასა და უსაფრთხოებას. სასურველია, რომ თითოეული პარამეტრი დრო გამოშვებით შევამოწმოთ, რათა დავიცვათ ინფორმაციის კონფიდენციალობა და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც თავად განსაზღვრეთ. Android-ის შემთხვევაშიც ანალოგიურად აუცილებელი არის, რომ პარამეტრები დრო გამოშვებით შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ მონიშნული ინფორმაცია, ჩვენ მიერ შეტანილი ინფორმაცია ისე არის დაცული, როგორც ჩვენ გვსურს. რაც შეეხება თვითონ კონფიდენციალობის პარამეტრებს და აპლიკაციების კონფიდენციალობის პარამეტრებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, როდესაც მობილურის დაცვაზე ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ აპლიკაციები გვთხოვენ ცდომას სურათებზე, კამერაზე, ადგილმდებარეობაზე, კონტაქტებზე და სხვა ინფორმაციაზე. და აპლიკაციებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიცემის გაკონტროლება, სწორედაც რომ პარამეტრების საშუალებით არის შესაძლებელი. ახლა დეტალურად და სიღრმეში რომ განვიხილოთ, ძალიან ბევრი აპლიკაცია, ძალიან ბევრი ტიპის ინფორმაციაზე გვთხოვს ცდომას. მაგალითად, საბანკო აპლიკაციები ჩვენ გვთხოვენ ცდომას ლოკაციაზე. თუმცა ჩნდება კითხვა. იმისათვის, რომ საბანკო აპლიკაცია თავისი სრული ფუნქციით გამოვიყენოთ, ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი ადგილმდებარეობის გაზიარება კონკრეტულად ამ აპლიკაციისთვის. შეიძლება საკვების მიტანის სერვისებისთვის ჩვენ გვჭირდებოდეს ადგილმდებარეობის გაზიარება იმისათვის, რომ აპლიკაციით ეფექტურად ვისარგებლოთ, თუმცა საბანკო აპლიკაციებისთვის ამის საჭიროება არ არსებობს. ანალოგიურად ჩვენ არ გვჭირდება, რომ ამ შემთხვევაში საჭმლის ან სხვა ნივთების მიწოდების სერვისის აპლიკაციებისთვის გვქონდეს ჩვენს მობილურში არსებული ყველა სურათი გაზიარებული. მაგალითად, Facebook-ის აპლიკაციით ჩვენ ისედაც იდეალურად ვისარგებლებთ, რომ არ გვქონდეს ჩართული ადგილმდებარეობა და სხვა ძალიან ბევრი აპლიკაცია ტყუილუბრალოდ გვთხოვს ამა თუ იმ ინფორმაციაზე ცდომას. იმისათვის, რომ ჩვენ თავად გავაკონტროლოთ თითოეულ აპლიკაციას რა ინფორმაციას მივცემთ და რას დავუტოვებთ, შეგვიძლია პარამეტრების საშუალებით გავაკონტროლოთ. iPhone-ის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ შევალთ პარამეტრებში, სულ ბოლოს, როგორც პირველ სურათზე არის წითლად მონიშნული, აპლიკაციების ხილაკს დავჭერთ და უკვე მეორე სურათს თუ შევხედავთ, ამის გასწვრივ ჩვენ ვნახავთ სხვადასხვა აპლიკაციის ჩამონათვალს. თითოეულ აპლიკაციაზე უკვე, მაგალითად, Amazon-ის აპლიკაციაზე რომ გადავიდეთ, ან Facebook-ის აპლიკაციაზე, ის რაც ჩვენ ჩამონათვალში გვაქვს. ვნახავთ თუ რა
სპეციფიკას, რა ინფორმაციას ითხოვს აპლიკაცია და რა გვაქვს ჩვენ კონკრეტულად გაზიარებული. შემდეგ სურვილის მიხედვით, საჭიროების მიხედვით ან ჩავთავთ ამ თუ იმ ფუნქციას, ან პირიქით გამორთავთ. იმიტომ რომ არ არსებობს ძალიან ხშირად ამ თუ იმ ინფორმაციის გაცემის საჭიროება და ამით თითქოს ჩვენს ინფორმაციას ზედმეტად გავცემთ და გარკვეულწილად თავს საფრთხეში ვიქნებთ. ამიტომ კარგი იქნება თუ გადავამოწმებთ, რამდენად გაკონტროლებული გვაქვს ეს ყველაფერი და თუ არ გვაქვს გაკონტროლებული ჩვენი სურვილისამე შევცვლით. Android-ის შემთხვევაშიც ანალოგიურად, ჩვენ პარამეტრებში შესვლისას მოვიძიებთ აპლიკაციების ღილაკს და როდესაც აპლიკაციების ღილაკს დავაჭერთ, ჩამონათვალში გავხსნით სასურველ აპლიკაციებს და უკვე იქ ვნახავთ, რა ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა გაცემული და რაზე არ გვაქვს გაცემული. რაც შეეხება smartphone-ის პოვნის ფუნქციას. ეს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენი მობილურის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ თუ ჩვენი მობილური დაიკარგა, ან მოგვპარეს, პირველი რაც დაგვჭირდება არის, რომ მოვიძიოთ ჩვენი დაკარგული ნივთი. iPhone-ი და Android-ის smartphone-ები ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი დაკარგული მოწყობილობა ვიპოვოთ. ამის გააქტიურება ან გამორთვა შესაძლებელია სწორედაც პარამეტრების საშუალებით. iPhone-ის შემთხვევაში მოწყობილობის პოვნა შესაძლებელია iCloud-ში შესვლით, თუ კი მოწყობილობის პარამეტრებში ჩართული გვაქვს იპოვე ჩემი iPhone-ის ფუნქცია. კონკრეტულად რომ მივყვეთ, როგორ შეიძლება ეს ფუნქცია გავააქტიუროთ ან გამორთოთ სურვილის შემთხვევაში, უნდა ვეწვიოთ პარამეტრებს. პარამეტრებში პირველ ველზე, როდესაც ჩვენი სახელი და გვარი არის მოცემული, ამის გასწვრივ ამ ღილაკს ვაჭერთ, გადავდივართ და უკვე ხედავთ მეორე სურათზე წითლად მონიშნულ ღილაკს Find My. როდესაც ამ ღილაკს უკვე დავაჭერთ, როგორც ბოლო სურათზეა, ვნახავთ ჩართული არის თუ არა მოწყობილობის პოვნის ფუნქცია Find My iPhone და სასურველია რომ ეს ჩავთოთ იმისათვის, რომ გავიგოთ სად იმყოფება ჩვენი მობილური, იმ შემთხვევაში თუ ეს მოწყობილობა ან დავკარგეთ, ან მოგვპარეს. ანალოგიური ფუნქცია აქვს Android-ის smartphone-ებსაც. ჩვენ პარამეტრებში შესვლით შეგვიძლია ვნახოთ, გააქტიურებული გვაქვს თუ არა მოწყობილობის პოვნის ფუნქცია. კონკრეტულად ჩვენ პარამეტრებში უნდა მოვიძიოთ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ღილაკი და როდესაც ამ ღილაკს დავაჭერთ, როგორც უკვე სლაიდის მეორე სურათზე ვხედავთ, ვიპოვეთ მოწყობილობის მპოვნელის ღილაკს, ანუ სხვაგვარად device finders. და როდესაც ამ ღილაკსაც დავაჭერთ, უკვე სლაიდის მესამე სურათზე გადავალთ და ვნახავთ ჩართული გვაქვს თუ არა ეს ფუნქცია. თუ ჩვენ ამ ფუნქციას ჩავრთავთ, შეგვიძლია რომ მივაგნოთ ჩვენი მოწყობილობის ლოკაციას, ვნახოთ სად იმყოფება, ასევე ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ მობილურზე სიგნალის ზარები სხვა მოწყობილობიდან და ასევე ჩვენ შეგვიძლია მობილურში არსებული ყველა მასალა წავშალოთ იმისათვის, რომ სხვა ადამიანი თუ ამ მობილურს ხელში ჩაიგდებს, არ მიუწვდებოდეს არც ერთ ინფორმაციაზე ხელი. ამით ჩვენი ტრენინგის თემა ონლაინ ძალადობის ფორმები და smartphone-ის დაცვის გზამკვლევი დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის და გემშვიდობებით.